სტუმარი არის ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. ბატონო ირაკლი, ბოლო დროს ჩემს გადაცემას ვიწყებ სწორედ ამ თემით, უკვე 2 კვირა არის ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებს ადევს ინკასო, ჩვენ გვეზღუდება მუშაობა ხომ ამ ფინანსური წნეხის პირობებში. მე მინდა თქვენი შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანი არის რეგიონული მედია და არის თუ არა ეს სიგნალი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს. ასევე, როდესაც ვხედავთ მედიაზე ზეწოლას, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ხელისუფლება რაღაცა საბჭოთა მოდელის ვერტიკალს იმეორებს, რა პარალელების გავლება შეგიძლიათ თქვენ აი პერიოდთან დაკავშირებით, ამით რომ დავიწყოთ პირველ რიგში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში რა თქმა უნდა, სოლიდარობას გამოვხატავთ ნებისმიერი მოქალაქე და ასე ვთქვათ, პატიოსანი ადამიანი ხდება თუ რას ემსახურება დღეს ამ პირობებში ესეთი გაშმაგებული შეტევა რეჟიმისგან დამოუკიდებელ მედია საშუალებებზე და რა თქმა უნდა არაფერი ორიგინალური ამაში არ არის, ხო? ანუ როგორც წარსულის მაგალითები, ისევე თანამედროვე პროცესები არადემოკრატიულ, ავტორიტარულ, ტოტალიტარულ ქვეყნებში, დესპოტიებში შეიძლება ასე ითქვას, რაც არსებობს სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩვენ სამყაროში, ანუ მათი მმართველობის სტილის და საერთო მოცემულობის ურყევი ნაწილია საზოგადოებრივი აზრის მკაცრი კონტროლი, ცენზურა და გაშმაგებული პროპაგანდა, ხო? ანუ ეს არის ერთი, ასე ვთქვათ, კომპლექტი, რომ ერთი მხრივ რეჟიმს ჭირდება, რომ ინფორმაციაზე წვდომა, თავისუფალ, სანდო, კრიტიკულ ინფორმაციაზე, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე, ასევე სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე ადამიანებს, მოქალაქეებს არ ქონდეთ, ანუ იყვნენ საინფორმაციო ვაკუუმში. მეორე, რომ ეშინოდეთ საერთოდ თუნდაც მოძიება ამ ინფორმაციის და ერთმანეთთან გაზიარება, რომ გამორიცხონ საერთოდ მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელება და მესამე, აი ამ სიჩუმისა და შიშის და ვაკუუმის ფონზე ეს ვაკუუმი უნდა შეავსოს რეჟიმის პროპაგანდამ, ანუ მისმა ასე ვთქვათ მედია არხებმა და ინსტრუმენტებმა, რომლებიც ყველაფერში, რა თქმა უნდა, ყველა ნიუსი იქნება ეს თუ ყველა სარედაქციო ტიპის პროდუქტი თუ საერთო მაუწყებლობის საინფორმაციო პოლიტიკის თვალსაზრისით უნდა შექმნან ყალბი რეალობა, ანუ უნდა დაარწმუნონ მოქალაქეები საპირისპიროში, რომ გაღადაკებულ და ჩამოშლის პირას ყოფ ქვეყანაში, გაძარცულში და დაჩაგრულში, რომ ყველაფერი არის კარგად, ეკონომიკა უხსდა, ყველა ბედნიერია და შურთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ევროპასა და დასავლეთს და ასევე რომ ეს არის უკიდურესად ჰუმანური და ადამიანების ბედნიერებაზე ორიენტირებული სახელმწიფო და აუცილებლად უნდა დაამკვიდროს ტრის ხატი, ხო? ანუ ეს არის წარსულის მითოლოგია, რომ იყო გნელი და უკუნი და მაშინ იყო თუ იყო ტანჯვა და წამება და ჩაგვრა და დანაშაულები და ჩვენ გაგათავისუფლეთ და ეხლა ყველანი ბედნიერები ხართ, ვინც არ არის ბედნიერი, ესე იგი ეს არის მტერი და თავისთავად არსებობენ ასე ვთქვათ ვერაგი მოწინააღმდეგეები, როგორც შიგნით, ისევე გარეთ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერზე მიდიან, აწყობენ, ასე ვთქვათ, შეთქმულებას, ტერორისტულ აქტებს, საბოტაჟს, რომ დააზიანონ, ასე ვთქვათ, ეს ბედნიერი და სამართლიანი წყობა. ხო, ეს არის საერთო უნივერსალური მოცემულობა, ამას აკეთებს ყველა მსგავსი რეჟიმი და აკეთებდა თავისთავად ვთქვათ, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა, ახლა ივანიშვილის რეჟიმი არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული არ არის ამ თვალსაზრისით, მით უმეტეს რომ ვიცით, რომ ეს არის ერთ ადამიანზე მანიაკალური რაღაცა, ესე ვთქვათ, აზრებით და ქცევებით შეპყრობილ ადამიანზე, რომლის მთავარი ფილოსოფიას არის ფული და ხანგრძლივი სიცოცხლე და ამ ფულით და ძალაუფლებით თქობა, ვინ არის ამ ძალაუფლების და ფულის გარანტორი, რა თქმა უნდა, რუსეთი, რომლის ინტერესებს ემსახურება და ეს ყველაფერი უნდა უზრუნველყოს ესეთ მეთოდებით, რომელიც გამოსაგონი ახალი არაფერი არის, ხო?
უზარმაზარი. რუსულ ვახცენით არსებობს, რა თქმა უნდა, თანამედროვე რუსეთშიც და წარსულ ფორმაციებშიც რუსული იმპერიის, საბჭოთა რუსეთი იქნებოდა ეს თუ იმპერიული რუსეთი და პლუს ამას როგორც უკვე ვთქვით, ანუ დღეს სამყაროში არსებულ მსგავს რეჟიმების თანამეგობრობას შეიძლება ითქვას, ისინი ერთმანეთისგან სწავლობენ, უზიარებენ ამ ტექნოლოგიებს და მჭიდროდ, ასე ვთქვათ, ეხმარებიან ერთმანეთს და ვიცით ხო, როგორი კავშირები აქვს ივანიშვილის რეჟიმს ახლა რუსეთს და მთავარ პატრონს და გარანტავს, რომ თავი დავანებოთ, ბელარუსი იქნება ეს თუ ჩინეთი იქნება ეს თუ ირანი იქნება ეს თუ უნგრეთი იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან ესეთი მარტივი ცხადი სურათი და თავისთავად ახლა სანამ რეჟიმს აქვს რაღაცა რესურსები შერჩენილი და მისი გამოწვევები, რა თქმა უნდა, დღე იზრდება და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე უფრო და უფრო რეალისტური ხდება, ის მაქსიმალურად აგრესიული ხდება და უტევს და ცდილობს შეარყევს და დაანგრიოს ყველა ის სივრცე, ყველა ის ინსტრუმენტი გაანადგუროს, რომელიც მას საფრთხეს უქმნის და რა თქმა უნდა თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ასე ვთქვათ საფრთხე არის ესეთ რეჟიმებისთვის და ცხადი არის რომ გამოკვეთილი სამიზნე როგორც წარსულში ეხლა მით უმეტეს არის თავისუფალი მედია და მათ შორის რეგიონული მედია, რომელსაც შეიძლება რაღაცა ისე აგდებით უყურებდეს როგორც რეჟიმის მხარდამჭერი ჯერ კიდევ შემორჩენილი ისე რაღაცა საშუალო სტატისტიკურ მოქალაქე, მაგრამ ვისაც უსარგებლია ადგილობრივი რეგიონული მედიის თანადგომით, ადვოკატირებით, მან იცის, რომ ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი პრობლემების და გამოწვევების გაშუქებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო და ამ რგოლის გარეშე საერთო ეროვნული სახელმწიფოებრივი ველიც არ არსებობს, ხო? ანუ ეს რაც აწყობს რეჟიმს, უბრალოდ ეს არის, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა მხარეები, სივრცეები იყოს, რომ თითქოს იქ არაფერი არ იწვის, არაფერი არ ხდება, არავინ არაფერს არ ლაპარაკობს და მხოლოდ რაღაცა ერთ პატარა სივრცეზე, თქვათ, დედაქალაქზე ან რამდენიმე მთავარ ქალაქზე იყოს ყურადღება გადართული და რა თქმა უნდა ამ ხრივადაც უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი რეგიონული მედიის, თავისუფალი მედიის არსებობა და მუშაობა. დიახ, დეზინფორმაციაზე, პროპაგანდაზე ვსაუბრობდით და ნუ აქვე აღნიშნა რომ ჩვენ სხვათა შორის გვიყურებენ ცხინვალშიც და ჩვენს რადიოსაც უსმენენ იქ და ეს ვახსენე იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ჩვენ ვიმყოფებით შიდა ქართლში, ხო, სადაც რუსული პროპაგანდა ძალიან დიდი არის და დეზინფორმაცია ვრცელდება ძალიან აქტიურად. სწორედ ამ მიმართულებით უსვამ ხაზს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხომ რეგიონული მედიის როლი და თუ არ ექნება მოქალაქეებს არჩევანის საშუალება, ვერ გამოიტანენ ხომ, სწორად ვერ მიიღებენ სწორ ინფორმაციას, აი ამაზე მინდა თქვენი შეფასება, თუნდაც აი იმ რეგიონში, სადაც ეს რუსული საფრთხეები განსაკუთრებით იგრძნობა და დეზინფორმაცია, პროპაგანდა ასე მძლავრად არის. რა თქმა უნდა, ესეც არის. ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდშიც იყენებდნენ ხომ ამ პროპაგანდას და დღესაც იგივე ხდება ხო სამწუხაროდ. ანუ ეს გამოცდილება ეხლა რა თქმა უნდა თვითონ ივანიშვილის რეჟიმის ვერტიკალის წარმომადგენლებს თავიანთი განათლებით თუ წარსულით ძალიან მწირი ასე ვთქვათ რესურსები აქვთ იმ კუთხით, რომ რაღაცა ხანგრძლივი ინსტიტუციური განვითარების ამ კუთხით ხო ტოტალიტარული რუსული სისტემების გამგზავრებლებად მივიჩნიოთ, უბრალოდ სოციალური თვალსაზრისით, მენტალიტეტით, რა თქმა უნდა, ისინი არიან გაგრძელება ძველი მოცემულობის, მაგრამ განსხვავებით რუსეთისაგან აქ ესეთი უწყვეტი არ ყოფილა საბჭოეთის დაშლის შემდეგ ეს განვითარების ხაზი და ძალიან ცხადი არის ეს და ამიტომ საუბრობთ, რომ ეს არის მათი მთავარი გარანტორების, სპონსორების და პატრონების რუსული პოლიტიკური ინსტიტუტების და სპეცსამსახურების აქტიური კურატორობის შედეგად ისინი ასე ვთქვათ აწარმოებენ ამ ოპერაციებს, იქნება ეს პროპაგანდა, დეზინფორმაცია თუ სხვა გადაწყვეტილებები, პროცედურები, რომელიც
კეთდება იმისათვის, რომ აქ რუსულმა დღის წესრიგმა, ასე ვთქვათ, დაიმკვიდროს თავისი ადგილი და საბოლოოდ თავისი ამოცანები შეასრულოს. რომლის ნაწილიც არის, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამ ფაქტის ჩაბეტონება და უფრო გაღრმავება ტერიტორიული დეზინტეგრაციის და ვიცით, რომ ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასე ვთქვათ, ნაბიჯები და პროცესი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო, ეს იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის და პრობლემის ჩახსნა საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგისგან, გაქრობა, საერთოდ საქართველოს ადგილის რეგიონში და მნიშვნელობის დაკნინება და ამოგდება და ექსკლუზიურად რუსული გავლენისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისთვის და ასე ვთქვათ მართვისთვის დაქვემდებარება. ვხედავთ ახლა რა პროცესები მედის რეგიონში, ანუ ჩვენი უახლოესი მეზობლები მიუხედავად ერთმანეთთან ხანგრძლივი საუკუნოვანი კონფრონტაციის დაპირისპირებისა, როგორ ახერხებენ რუსული გავლენისაგან თავის დაღწევას და ამ კონფლიქტის გადაწყვეტას და ახალი თანამშრომლობის როგორც რეგიონულ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე ამ მოქმედებას დასავლური აქტიური ჩართულობით და მათი უსაფრთხოების გარანტიებით და აქ საქართველოს საერთოდ დაკარგულია გამორიცხულია აი ამ მოლაპარაკებებიდან, აი ამ ახალი დღის წესრიგიდან, ეს არის დამსახურება ზუსტად რუსული გავლენის და მისი აღმასრულებლის ივანიშვილის რეჟიმის და ეხლა სანამ აი ეს პირველი ფაზა იყო შედარებით დროში გაწერილი 2012 წლიდან 2010-იანი წლების დასასრულამდე და ხდებოდა ესე ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს ჩახსნა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის იგნორირება, თუ კი რამე კეთდებოდა და თუ კი ამ პრობლემის გარშემო ისევ იყო ყურადღება, რა თქმა უნდა, ამას აკომპენსირებდა თავისუფალი მედია, რომელიც აშუქებდა ამ საკითხს, ასე ვთქვათ, საოკუპაციო ხაზის, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, საქართველოს მოქალაქეების მუდმივად დატყვევებას და ძევლად აყვანას და ყველა იმ, ასე ვთქვათ, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს და ნაბიჯებს, რასაც რუსეთი აწარმოებდა და მით უმეტეს, რა თქმა უნდა, როდესაც რუსეთის ამოცანა არის, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს და ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს იყენებს აქტიურად როგორც ბერკეტებს, თავისთავად ამ საკითხის გარშემო სიჩუმეც და იგნორირებაც და თავისუფალი მედიის გაქრობის ფონზე მით უმეტეს ხო ამ თემებზე ვინ იქნება ახლა როცა რეჟიმი არის თვითონ რუსული ინსტრუმენტი და რუსული გავლენის წარმომადგენელი, ცხადია რომ ესეც ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა და აქაც თავისთავად შიდა ქართლის თავისუფალი რეგიონული მედიის გაჩუმება და გაყვანა თამაშგარეთ, ესეც ერთ-ერთი ოპერატიული, ასე ვთქვათ, ამოცანა არის რუსული გავლენისა. დიახ, თქვენ ნაწილობრივ კი საუბრეთ, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, ანუ რა განაპირობებს, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა, თქვათ, დღესაც ინარჩუნებს ავტორიტარულ ტემპერამენტს, ასე ვიტყოდი. ეს არის შეგნებული პოლიტიკური სტრატეგია თუ რაღაცა საბჭოთა სისტემის შედეგი, ასევე მოცემულობიდან გამომდინარე მე მაინტერესებს, ანუ თუ არის თუ არა დღეს ფორმალური დემოკრატია, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად ტარდება არჩევნები და არჩევანის თავისუფლება დგება ეჭქვეშ და ამ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო აღიარება და ამ მოცემულობიდან გამომდინარე. ცხადია, ანუ უკვე ივანიშვილის რეჟიმმა გადალახა ის მკაფიო ზღვარი, რომლის იქეთაც თუნდაც ფასადურ დემოკრატიაზე საუბარი არის უკვე შეუძლებელი. თქვენ ახსენეთ, ხო, რამ გახადა ეს საყოველთაოდ თვალსაჩინო და რამ მოიტანა საერთაშორისო დონეზე კონსენსუსი, ეს იყო ყველაზე მთავარი ფუნდამენტური უფლების დარღვევა, იგნორირება და წაგლეჯვა თავისუფალი არჩევანის, ასე ვთქვათ, უფლებისა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისათვის გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფაქტობრივად გაუქმებით და მისაკუთრებით, ხო, და შემდეგ უკვე სისტემური, ასე ვთქვათ, ძალადობით, წამებით, სადამსჯელო ტერორისტული აქციებით, რაც რეჟიმმა ჩაიდინა დეკემბრის და შემდგომი თვეების განმავლობაში და აგრძელებს დღემდე, ხო, ძალაუფლების, აი მითვისებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად და პლუს, რა თქმა უნდა, ამ არალეგიტიმური ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ მიღებული მთელი რიგი ფორმალური, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაღიარებთ და არც არავინ არ აღიარებს
ივანიშვილის ვერტიკალის და მისი სპონსორების გარდა ამ ქაღალდზე დაწერილი სადამსჯელო ნორმების ლეგიტიმურობას, მაგრამ მაინც ხო ამ ტექსტებიდან და ამ რეგულაციებიდან ძალიან ცხადად ჩანს, რომ ფაქტობრივად უკვე ეს ჩამოყალიბებული დიქტატურაა, ანუ პროცედურულ დონეზე ეს ისეა, როდესაც გამოხატვის თავისუფლება არის მოსპობილი, როდესაც სასამართლო არ არსებობს, როდესაც ჩვეულებრივი საპოლიციო სადამსჯელო ძალადობის თარეში არის ირგვლივ, ყველაფერს აკეთებს ერთი ადამიანი, რომელსაც მისაკუთრებული აქვს მთელი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ყოფილი, უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ინსტიტუტები, საგარეო ვექტორი სრულიად გაუქმებული არის და სუვერენიტეტი მოსპობილია ამ კუთხით ქვეყნისა, ეკონომიკა არის ჩამონგრევის პირას და მით უმეტეს კოლონიზირებულია ისევ რუსული, ასე ვთქვათ, გავლენით, ანუ აი ის მდგომარეობა და თუ კი მხოლოდ აი ამ დემაგოგიურ რასაც რეჟიმის ასე ვთქვათ პროპაგანდისტები იშველებენ ხოლმე ხშირად არგუმენტს გამოიყენებენ, რომ ამასაც გინახავთ დიქტატურაში, რომ აქციები ტარდებოდეს და ასე ვთქვათ რეჟიმისგან არაკონტროლირებადი მედია საშუალებები იყოს, ხო ეს ჯერჯერობით ესეა, იმიტომ რომ ერთი ხელის დაკვირით თავისი რესურსის ნაკლებობის გამო რეჟიმს უჭირს ამის გაკეთება, მაგრამ ამაზე ვსაუბრობთ, რომ უკვე მეთოდურად შეუდგა ზუსტად აი ამ დარჩენილი წინააღმდეგობის განადგურებას, თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი მედიის გაქრობას და რა თქმა უნდა ისევ და ისევ მზადებას, რომ ფიზიკურად დასაჯოს ყველა ინდივიდუალურად თუ ასე ვთქვათ მასობრივად, ვინც კი რეჟიმის აი ამ დიქტატურას ეწინააღმდეგება, ხო? და ამ პირობებში ხარ რაღაც საუბარი არჩევნებზე, რაღაცა ტრიბუნის გამოყენებაზე, რაღაცა რეჟიმის მიერ შემოთავაზებული ინსტიტუტებით და პროცედურებით სარგებლობაზე არის უბრალოდ ფიქცია, უბრალოდ ილუზია და ვინც კი ამაზე სერიოზულად ფიქრობს და ამაში ჩართვას მიიჩნევს, რომ ეს არის რაციონალური, რა თქმა უნდა, ეს მათ ასე ვთქვათ დაბნეულობაზე მინიმუმ ან შეგნებულ დემაგოგიაზე მეტყველებს, ხო? ფაქტია და ცხადია, რა მდგომარეობაში არის ქვეყანა, რა არის სისტემის დინამიკა, არცერიდებიან, რომ დაანონსონ მომდევნო ნაბიჯები და ვიცით რა არის ეს მომდევნო ნაბიჯები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ყველას დაპატიმრება, გაუქმება, საქართველოს დადანაშაულება რუსეთთან ომში 2008 წელს გმირების გამოყვანა მომის, რომ თითქოს ისინი ტყუილუბრალოდ და რაღაცა დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო დაიღუპნენ საქართველოს ხელისუფლების, ანუ ეს არის ის პაკეტი, რაც უკვე მოქმედებაში არის და უფრო აჩქარდება ეს პროცესები და ანუ აი ამ რეალობიდან უნდა ამოვიდნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე მოქალაქეები და დაივიწყონ რაღაცა ილუზიები, რომ აი რაიმე შემაკავებელი ინსტრუმენტი არსებობს გარდა საზოგადოების კონსოლიდაციის, პროტესტის, აქტიური, ასე ვთქვათ, მოქმედებისა და პლუს თავისთავად ჩვენი პარტნიორების, მეგობრების, სახელმწიფოების, ევროპული თანამეგობრობის და ამერიკის შეერთებული შტატების კოორდინირებული მოქმედება, რომელიც დაეხმარება საქართველოს საზოგადოებას და ქართულ ხალხს, რომ გათავისუფლდეს აი ამ პრორუსული დიქტატურისგან. დიახ, სწორედ აი ამის კითხვა მინდა გავაგრძელო აი თქვენი საუბრიდან, როდესაც თქვათ მე არ ვსაუბრობ, ანუ რუსულ გავლენებზე მინდა ისევ ყველაზე არ ვსაუბრობ, ცხადია, მაგრამ როდესაც ქვეყანა არიაზრებს წარსულს, განწირული ხომ არ არის, რომ თქვათ მისი გამეორებისთვის და სად ვართ ამ პროცესში, როგორც საზოგადოება, ცხადია, ყველას არ გულისხმობ, უბრალოდ გულისხმობ საზოგადოების ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში მას არ ეხება და ანუ მისი არ ჭირდება ქვეყანას მისი დაცვა და მისი მოვალეობა და ვალი არ არის თუნდაც აქციებზე დგომა და
მოკლედ პროტესტია იმ ყველაფრის მიმართ, რაც თავისთავად, ანუ ეს ლოგიკა განვითარების რეჟიმის აგრესიულობის ზრდის და მისი გეგმის საბოლოო ამოცანების სისრულეში მოყვანის ეს გულისხმობს, რომ საკმაოდ სწრაფად შეიქმნება ისეთი მდგომარეობა და ისეთი გარემო, სადაც ფაქტობრივად აი ეს ინდივიდუალური კომფორტის ზონა პასიურობისთვის, აპოლიტიკურობისთვის, ხო, რაც იყო დიდი ხნის განმავლობაში რეჟიმის კვებავი ერთ-ერთი რესურსი, რომ ხო, ანუ პოლიტიკა არ მაინტერესებს, მე პატარა ადამიანი ვარ, ჩემს კვადრატში მოძრაობ, აქ ვაკეთებ რაღაცას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნუ მთხოვთ ახლა რაღაცა საერთო სიკეთეებისთვის ფიქრს და ბრძოლას, ეს უკვე ისე შორს დარჩა და დარჩება უფრო ცხადად, რომ ფაქტობრივად ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე, ვინც კი აქამდე ახერხებდა გაცნობიერებლად თუ გავაცნობიერებლად, რომ აი ამ განზომილებაში ყოფილიყო, ამ ასე ვთქვათ, თვალით შეეხედა თავისი ყოველდღიურობისთვის, დადგება მკაფიო კატასტროფული რეალობის წინაშე, რომ ყოველდღიური არსებობა, ყოველდღიური ასე ვთქვათ, მისი მოქმედება ეს იქნება რაღაცა საერთო საზოგადოებრივ და ეროვნულ წინააღმდეგობაში და ბრძოლაში და რაღაცა იდეისთვის მუშაობაში მონაწილეობის მიღება კი არ იქნება გადაწყვეტილების საგანი, რომ მინდა ეს გავაკეთო თუ არა, მოდი რა, დავრჩე და ჩემთვის ვიყო, ხო? აი უკვე აპრიორი ეს ჩემთვის ვიყო და თვითგადარჩენაზე ვიფიქრო და ვიზრუნო და ეს ვაკეთო, ეს იქნება უკვე რეჟიმისათვის წინააღმდეგობის გაწევის, ესე ვთქვათ, აქტი. იმიტომ რომ უკვე ამ ფაზაში, როდესაც სისტემა არის კონსოლიდირებული, დიქტატურა და ის ითხოვს უფრო და უფრო მეტ რესურსებს, უფრო და უფრო მეტ მსხვერპლს, მას სჭირდება ეს თავის გაძლიერებისთვის, ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახი გადაირჩინოს, ხო, ის უკვე ნებისმიერ მომენტში გახდება რეჟიმის სამიზნე, რამდენადაც ამ შემთხვევაში თვითგადარჩენის პროცესში მყოფ ადამიანს დაუდგება ამოცანა, რომ საკუთარი შვილი გამოყვებოს თუ აიტანოს წილი, როგორც ყოფილა და სამწუხაროდ ისევ აბრუნდება ჩვენი რეჟიმი, რომ იქეთ კრიმინალს გადაუხადოს ხარკი, იქეთ რეჟიმის სადამსჯელო სტრუქტურებს, რომელიც ასევე კრიმინალთან და კორუფციასთან არის დაძმობილებული, იმას ხარკი უხადოს და შემდეგ რაღაცა ნარჩენებით ცადოს თავის გამოყვება და საკუთარი ოჯახის გამოყვება, ხო? ანუ ეს რეალობა დადგა და უფრო გაღრმავდება და ამ შემთხვევაში აღარ დარჩება არც ერთი მოქალაქის დონეზე ის ილუზია, რომ მე ამისგან დაცული ვარ, მე ეს არ შემეხება. ამიტომ ეს მომენტი საჭიროა, რომ გააცნობიეროს საჭირო მეტმა ადამიანმა, მედიის ერთ-ერთი ფუნქციაც ეს არის, რომ ეს კაფიოთ, აი ეს საგანგაშო სიგნალი მივიდეს ყველა მოქალაქესთან, რომ ცხადი გახდეს, რომ აქ საუბარი კი არ არის რაღაცა გავგებარ, რაღაც მაღალფარდოვან და პათეტიკურ იდეებზე, არამედ საუბარი არის ყოფნა არ ყოფნაზე. და საბოლოო ჯამში ის იდეები და ის ღირებულებები, რაზეც აქამდე საუბრობდით და რაც არის ზოგადად რიტორიკის ნაწილი, ხო, სუვერენიტეტი, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, დამოუკიდებელი ინსტიტუტები, ბალანსი, კონტროლი, ურთიერთკონტროლი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ზუსტად ამიტომ არსებობს, რომ აი ადამიანი არ ჩავარდეს აი ესეთ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ ქონდეს ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე არჩევანი. აი ეს განზომილება უკვე და აქედან ორი გამოსავალია, ხო? ან სრული ჩამოშლა და სრული კოლაფსი საზოგადოების და დაბრუნება, როგორც იტყვიან, აი პირველ ყოფილ პრიმიტიულ ბუნებით მდგომარეობაზე, სადაც არის ასე ვთქვათ ბუნებრივი გადარჩევა, დაუნდობელი, ცინიკური, რომ უფრო ძლიერები, აგრესიულები და ადაპტირებადები გადარჩებიან ფიზიკურად, ან პირიქით დიდი მობილიზაცია, დიდი ენერგიის გამოღვიძება, გაერთიანება საზოგადოების და
დამარცხება იმ რეჟიმის, იმ დამნაშავე კასტის და დაჯგუფების, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩააგდო და უფრო უარეს უპირებს. დიდი მადლობა, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.